ესეც ჩემი მე-17 ეს იყო ბოლო რუსულად ნათქვამი სიტყვები, რაც გიგა 82-იან სიკვდილის წინ გაიგო. ოკუპანტი, რომელმაც მას საკონტროლო ტყვია დაახალა მოკლულ ქართველებს ითვლიდა. 19 მაისს ხურჩან აბაკევის საზღვართან მომხდარ მკვლელობას არაერთი თვითმხილველი ყავს. გადმოვიდნენ და მოკლეს რა. აი იქ ვიდექი 3 მეტრში. იქ რაღაცა შეიძლება ეს გავოსე და აი რაღაც შეიძლება აგებას და არ შეუგირებია არც არაფერი. აი იმაზე იყვნენ ყუაზე გადმოვიდნენ და მოკლეს. აფხაზები იყვნენ, მაგრამ ერთსავე განსხვავებული ფორმა ეცა შეიძლება იზროს სიყვარული არ ვიცი. იქ 100 კაცი გავოსე ჩემგან. მაგრამ ვერავინ ვერ მივეშველი ერთადერთი იყო დავრეკე მე 112-ში რა. ოსე მეგრე როგორც მოხდა რომ დავინახე რა მოხდა მეთქი ეგ მოასწროს ვერათა მეთქი და 112-ში დავრეკე და არ ვიცი მკვლელობა სათვალთვალო კამერის მიერ ჩაწერილ მასალაზეცაა აღბეჭდილი. აფხაზ მესაზღვრეებთან 82-ას შელაპარაკების მიზეზი გადასატანი პროდუქტის დაშვებულზე მეტმა რაოდენობამ გამოიწვია. როგორც თვითმხილველები ყვებიან, შეკამათება სიტყვიერად ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ოკუპანტების მხრიდან გასროლა მოჰყვა. სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებულ კადრში ჩანს, რომ გიგა ჯერ ფეხშია დაჭრილი და როცა გრძნობს, რომ სისხლის დის, უკან პოსტის მიმართულებით ბრუნდება, საიდანაც ცოტა ხანში 5 ეგრეთ წოდებული მესაზღვრე სროლა-სროლით მისდევს. 19 მაისს იქ მყოფი მგზავრები აცხადებენ, რომ გიგა 82 ადგილზე გარდაიცვალა. ამ დროს ხურჩან აბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან არც ერთი ქართველი მესაზღვრე და სამართალდამცავი არ იმყოფებოდა. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ჯერ კიდევ 4 წლის წინ ქართულ მესაზღვრეთა დანაყოფი იდგა. საზადელი მკვლელობა ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება, ეგრეთ წოდებული აფხაზური პოსტიდან 10-12 მეტრის მოშორებით. ქართველი სამართალდამცველები ამ პოსტიდან მხოლოდ 500 მეტრის სიშორეზე დგანან. გავრცელებული ინფორმაციით 5-ვე დამნაშავე იმ დღესვე დააპატიმრეს და სოხუმის ციხეში გადაიყვანეს, თუმცა ეს მხოლოდ მოარული ხმებია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზური მხარე გამოძიებას დაურთავს იმ სათვალთვალო კამერის ჩანაწერს, რომელიც მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული. ნათესავი